ზრუნველი ადამიანი ვიყავი ყოველთვის. გადასარავი კალი ვიყავ. ძალიან კარგი რომ ვიყავი ეს მოწონს. არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს, რომ აი ამ სტრესებთან ერთად გავიმაგროთ ხერხემალი. აი ამ ასაკში გაცნობიერებულად საშინლად მიყვარს მამაჩემი. განსაკუთრებით ნარკოდამოკიდებულების მხრივ მინდოდა მეჩვენებინამ, რომ ეს ადამიანები არ არიან ცუდი და გადასაყრელი ადამიანები და რომ მე შემიძლია ამისგან გავაკეთო გაზაფხული. დილემაც კი არ უდგებოდა სინდისის წინააღმდეგ უნდა წავიდეს თუ არა. რო აღმერთო ჩემ. რა თქმა უნდა, ჩვენ წაგებას არ ვართ. რომ ადამიანი ჯანმრთელია, თუ კი მას შეუძლია მუშაობა და სიყვარული. და იუმორის გზნობა მოჭარბებული მქონდა მუდმივად და ვიცინი იდიოტი ვით და შეგიძლიათ გაუშვათ. ეს არის სტანდარტული სურათი, ატელიეებში დავყავდით მაშინ ფოტოების გადასაღებად, იმიტომ რომ სახლში არავის არ ქონდა თითქმის თავისი ფოტოაპარატი და ეს მახსოვს ეს თოჯინა რომ დამაჭერინეს გახრიგინებული პლასტმასის თოჯინა. არაფერი განსაკუთრებული სხვა, მაგრამ აი ეს მომენტი მახსოვს დედამ როგორ წამიყვანა და ეს თოჯინა რომ დამაჭერინეს და რომ ვიდექი ასე შტერივით. რამდენი წლის ხარ? მე მგონი 3-ის ან 4-ის, სავარაუდოდ. პირველი მოგონება? ცნობიერი რომ მე ფოტო გადამიღეს, ეს არის პირველი მოგონება, იმიტომ რომ სხვათა შორის უსაყვარლესი ბიცოლა მყავდა, რომელიც გარდაიცვალა, შარშან. და ის იყო გატაცებული ფოტოგრაფიით და რაჭაში გადაღებული ესეთი რაღაცა ცოტა ველური საბავშვო ფოტოები მაქვს ბევრი, რომელიც არასდროს არ მეგრძნია, როდის გადაგვიღო ნათელამ უსაყვარლესმა ადამიანმა. და ისინი უბრალოდ მაქვს მოგონების გარეშე, როდის იყო გადაღებული, მაგრამ აი ასახავს სადღაც რომ მივპორტყიალებთ მე და ჩემი ბიძაშვილები რაღაცას რომ თამაშობთ, ვაკეთებთ. მხიარული ბავშვი იყავით ისე? კი, ძალიან. მხიარული სულ ვიყავი, ხო. სევდიანი, საერთოდ ხო ბავშვები სინამდვილეში სევდიანი ხალხია, მაგრამ ერთი მხარე ჩემი გამოხატვის ამ ქვეყნად არსებობის ყოველთვის იყო სიცილი და მხიარულება და რაღაც თითქოს და სიცოცხლის დიდი სიხარული, მაგრამ მეორე მხრივ ბავშვი არ არსებობს, რომელიც არ არის სავსე დარდით. ყველაზე სევდიანი ასაკია ბავშვობა, მე თუ მკითხავთ. ყველაზე დიდი დარდი რა იყო? იცით, ეხლა ყველაზე დიდი მაშინ ესეთი დეფინიცია არ გვაქვს და ეხლა უნდა დავარქვა იმ დარდს სახელი, თორე ერთი რაც შემიძლია რომ ბავშვური თვალით დამახსოვრებული მოვყვე, ეს რა თქმა უნდა არის მიტოვების შფოთვა, მშობლების გაქრობის შიში, რომ აი თუ დააგვიანებდნენ, ვერ ვიძინებდი მახსოვს და ფანჯარასთან ველოდებოდი, დედამ ბაღში რო წამიყვანა, იმდე ვჟღაოდი და ერთადერთი მახსოვს რომ ბაღში ეტყობა რუსი იყო მზარეული და წვავდა ხაჭოს, არ ვიცი, მაჭკატები ქვია იმას თუ რა არის, სირნიკებს ეძახდნენ მაშინ და ის მიყვარდა ძალიან და ტირილს ვაჩერებდი მხოლოდ მაშინ, როცა იმას გვაჭმევდნენ. დანარჩენი დრო სულ ვტიროდი, სანამ ჩემი არ გავიტანე და დედამ ბაღიდან არ გამიყვანა. აი ეს მახსოვს. ხო, ეს გადამიღეს ბიჭვინთაში ვარ. ეს თმები მქონდა ასე გადახოტრილი. სხვათა შორის ამ პერიოდში მე მგონი იმიტომ გადამხოტრეს, რომ ტილები და მესია, მაგრამ ზოგადად ხუჭუჭა თმა რომ მქონდა და ვერ ვიტანდით დედა რომ ვარცხნიდა და მას უწევდა რომ მაგიდის გარშემო ერბინა, ხშირად მჭრიდა ბიჭივით თმას და ბავშვობაში რადგან ისეთი ბავშვი ვიყავი, ხან გარაჟიდან ვარდებოდი ნაკნებს ვილეწავდი, ხან საიდან ხსნიდნენ, ხან ინდიელების ბელადი ვიყავი და რაღაც გოგოური უფრო მერე გავა. თუმცა ისიც მახსოვს ბეიბი თოჯინებით როგორ თამაშობდი დედობანას. ეს როლიც მომწონდა და რაღაც ფუშფუშა პრინცესას კაბებსაც ვიცვამდი და მაგროლებიც მახსოვს, მაგრამ
ნუ ეზოში თუ ჩავიდოდი ვიყავი ჩვეულებრივი ველური და ხშირად ეგონათ რომ ბიჭი ხო არ არისო. მაგრამ მიყვარს ეს ფოტო ძალიან. ხუტა გაგუამ გადამიღო ეს პოეტმა. ესეც მახსოვს. აქ რამდენის ხარ? აქ ალბათ ვიქნები 10 წლის მაქსიმუმ. მამას ძალიან ვუყვარდი და ძალიან მიყვარს მამა რა. აი ამ ასაკში გაცნობიერებულად საშინლად მიყვარს მამა ჩემი მახსოვს, იმიტომ მე ვიყავი მესამე შვილი და მამა ჩემს ჰქონდა ესეთი დამოკიდებულება. ბავშვმა ნეკნები ჩაიმტრია, უი რა საყვარლად ჩაიმტრია, რაღაც ბავშტალახიდან ამოვიღეთ, რა საყვარლად გორაობდა. აი რა აბსოლუტურად ყველაფერი მისთვის იყო ახტაცების ის რომ არაფერში არ ხედავდა რაღაცა იმას რომ შემოეღრინა რა ჩემთვის ასე ვთქვათ და რაღაცნაირად აი ეს ფოტოც არის მე ვარ შეყვარებული მამაზე ამ ასაკში. ცნობიერად თორე რა თქმა უნდა ალბათ უფრო პატარასაც მეყვარებოდა მამა ბუნებრივია. გავხართ? მე მგონი რომ რაღაცეებით ვგავარ მამა ჩემს ხო? კი, რაღაცეებით ვგავარ. ხანდახან მის ემოციურობას ვხედავ ჩემში. რაღაცნაირად დრო რო გადის, უფრო დედაჩემსაც ვპოულობ ჩემ თავში, მაგრამ მაინც უფრო მამას გოგო ვიყავი ყოველთვის. ეს ჩემი დედიკო. ხო, ახალგაზრდობის ფოტოები მაშინ მასაც ბევრი არ აქვს, მაგრამ რაც აქვს ძალიან ლამაზი იყო ჩემს თვალში, ძალიან ლამაზია და ძალიან ლამაზი ლურჯი თვალები ქონდა, იცისფერი კი არა, ლურჯი, ფიგურული, რაღაცა თან ჩახატული შიგ და ძალიან მომწონდა ჩემი ლამაზი დედა ბრჭყვიალა კბილებით, რომელიც ქონდა სიკვდილამდე, სხვათა შორის ესეთი თეთრი კათკათა ღიმილი. მაგრამ აი აქ გული მწყდება, რომ ამ შავ-თეთრ ფოტოებში ხო არ მოჩანს და მე სულ ეკეთა სქელი სათვალე და იმაშიც არ მოჩანს რა ლამაზი თვალები ქონდა. ხო და ამ დროს იყო ძალიან ლამაზი ჩემი აზრით. აი ერთია როგორ ვხედავთ ჩვენ მშობლებს რო გავიზრდებით უკვე ის იმედგაცრუება რო გვაქვს მიღებული რომ რაღაცა ნაკლები მათაც ქონიათ ღმერთო ჩემო და ეხლა ეს უნდა აი სანამ უნაკლო იყო თქვენ სანამ პატარა იყავით მაშინ როგორი იყო? იდეალური კითხვაა სხვათა შორის და ეგ არ შეიძლება რომ როდესმე ბანალური გამოვიდეს ჩემი აზრით სანამ იდეალური იყო და მე ვიტყოდი რომ დედა ჩემთვის იდეალური იყო ყოველთვის. იმიტომ კი არა რომ მას როგორც ადამიანს შეიძლება ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდა, არამედ რაც მე წარმოდგენა მაქვს რაღაც იალბუზზე რაღაცნაირად იყო ქალი რომელიც არ იყო წვრილმანი, რომელსაც არ აინტერესებდა აი მას არ ქონდა სწორედ ეს მდაბიური ცნობის მოყარეობა ამ ამაოების ბაზარში არ იყო გათქვეფილი არასდროს. არ მახსოვს ან ვინმეს მეხოტბე ან რომელიმე მთავრობისთვის ქედის მისთვის უბრალოდ ვიღაცები არ არსებობდნენ. გამორჩენისთვის რამე გაეკეთებინა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. წარმოუდგენელი იყო მასთან ვინმე საგანი ჩაეწყო. რაღაც საოცრად პრინციპული ადამიანი იყო, რომელიც არ მიდიოდა თავის სინდისის წინააღმდეგ, დილემაც კი არ უდგებოდა სინდისის წინააღმდეგ უნდა წავიდეს თუ არა. აი რაღაცნაირი იყო ძალიან ცოტა განრიდებული ყველაფერს და აი ამ თავის ჯადოსნურ მთაზე წამოსკუპებული თომას მანთან ერთად და აი ამ რაღაც მაღალი გემოვნების, მაღალი ვიბრაციის კატეგორიაში იყო სულ. ამიტომ მე დედას არ ვგავარ, ბევრად უფრო მიწიერი ვარ, ვფიქრობ, ბევრად უფრო სიცოცხლით ვარ სავსე, მაგრამ თუ კი რამეს ხან პრინციპს დავიჭერ ჩემ თავში, ხან დავიჭერ ჩემს თავში რაღაცას უფრო დისტანციურს რაღაცნაირად დაბალი ვნებებისგან, როდესაც ეგეთი გამოსხივების მომენტი მაქვს, მაგ დროს ხვდები, რომ კი, დედა ჩემ შიგნით ზის და მუშაობს, მაგრამ ნუ როგორც წესი, აი დედა რაღაცა სიმაღლე იყო, რომელ სიმაღლეზეც მე სულ მქონდა განცდა, რომ სადღაც არის დედა და სადღაც ვარ მე და დიდად ქებაც არ იცოდა. ალბათ ცხოვრებაში ერთი 10 ჯერ შემაქო და დედის ქება ნიშნავდა, რომ იმდანაც მაღალი სტანდარტი ქონდა, რომ ნიშნავდა ყველაფერს, ოღონდ ცოტა მენაკლოვანება იმ მხრივ მქონდა, რომ
რაღაცნაირად აი მთელ მსოფლიოს რო შევექე და ყველა რომ მომფერებოდა ჩემს რწმენაში არ შემიტო რომ დედა რაღაცა ან არაფერს არ მეტყო და ან სულ იწყებდა შენიშვნით. წინდათ მისგან ეს. არა არ მწყინდა, მაგრამ რაღაც ადგილს მიმიჩენდა თითქოს, რომ რაღაც მაინც არ არის საკმარისი და არ ვიცი, ახლა შეიძლება ეს კარგიც არის, ხო? და ცუდიც არის. ხან ცუდია იყინები, ხან კარგია თბები კი არა, აი რაღაც ადგილზე რჩები, რომ თავში რამე არ აგივარდეს. ხო, რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის დედა სულ იყო უნაკლო. როგორიც ვერ ვიტყვი რომ მინდა ვიყო თქო, მაგრამ ვიცი რომ 100 თავით უფრო მაღლა არის. არა მარტო ჩემზე, არამედ ძალიან ბევრ იმ ქალზე, ვისაც მე საერთოდ ვიცნობ. ეს არის მამას მემორიალური დაფა გახსნეს დედასთან მამას, სადაც ცხოვრობდნენ, ახლა ჩემი ძმა ცხოვრობს იქ. ჩვენი სახლის კედელზე იაფარულოვას მამა იყო, მოქანდაკე, რომელმაც ეს მემორიალი შეასრულა, სამწუხაროდ არ ჩანს ახლა ამ ფოტოში და ეს ფოტო ახლა კიდე იმიტოა საინტერესო, რომ რაღაცნაირად მაშინ ხო ესე არც მობილურები გქონდა, რომელიც ფოტოებს იღებდა და რაღაცა პერიოდის მერე უკვე ჩემი შვილებისთვის მე ვიყიდე პატარა აპარატი და მეტნაკლებად შიგადაშიგ მეც ვარ ფოტოებში, მაგრამ ძირითადად ბავშვების ფოტოები მაქვს ბევრი და რო გადმოვალაგებ ხოლმე ამ ფოტოებს, აღმოჩნდება, რომ ჩემი რაღაცა ახალგაზრდობის წლების ფოტოები ძირითადად გადაღებული მაქვს ან მამას პანაშვიდზე გადამიღო ვიღაცამ, ან მამას მემორიალის გახსნაზე, ან მამას ძეგლის გახსნაზე ამბროლაურში ბიბლიოთეკის წინ, აი რაღაც ხშირად ეს ფოტოები მხვდება მაგასაკში და ესეც ერთ-ერთი არის ასეთი. ახალგაზრდა იყო მამა როგორ დაიცვალა? იცით, მამა იყო 64 წლის, საკმაოდ ახალგაზრდაც, ეხა მაშინ ხო ცოტა ჩვენ თვითონ რომ ძალიან ახალგაზრდები ვართ, ხო ცოტა სხვა წარმოდგენა გვაქვს ახალგაზრდობაზე, მაგრამ რაც მთავარია, ცხოვრებაში თავი არასდროს ტკიებია და იყო ენერგიის ბომბი. აი სირბილით დადიოდა კიბეზე და აფრქვევდა ამ ენერგიას, სხვა შორის თვითონ ამბობდა სულ რომ ზოგიო სწრაფად იწვისო. და მე მგონი თვითონაც ეს კატეგორია იყო, ვინც სწრაფად იწვოდა, აი რაღაც აალებით ძალიან ბევრ ენერგიას გასცემდა, ძალიან ენერგიის დონორი იყო და პრინციპში ისე ეშინოდა სიბერის, რომ აი მამა დაუძღურებული და ლოგინში ვერც წარმომედგინა და თვითონ ვერ ხედავდა თავის თავს ასეც. და რაღაცნაირად ეს ზღვიდან წასვლაც მისთვის, რომ აი ზღვაში შევიდა და იქ დაემართა თრომბი თუ ინფარქტი, ექსპერტიზის პასუხი აი ასეთი არის, რომ ნუ გულის შეტევა რამ გამოიწვია ზუსტად არ ვიცით, თრომბმა თუ უბრალოდ ახო არ ვიცი, ესე, მაგრამ ალბათ ზღვა, რომელიც ფანატიკურად უყვარდა, რაღაც არანორმალურად და იმ ღელვაშიც არავინ არ იყო იმ დღეს თურმე ზღვაზე მის გარდა, ზღვაში მგონია, რომ აი მისი ფინალური სცენისთვის მას ეს უხდებოდა. თუ კი ვთქვათ, საკუთარი ფინალური სცენა თვითონ უნდა აღეწერა, ეს მას გავდა. მაგრამ ნუ რაღაცა ძალიან ელდა იყო იმდენად, რომ მამა რო გარდაიცვალა, ყველა მისი მეგობარი საავადმყოფოში დაწვა გულის შეტევით და გამოკვლევით. იმდენად წარმოუდგენელი იყო მამას სიკვდილი, რომ აი რაღაცნაირად ელდა იყო მათთვისაც კი არა თუ ჩვენთვის და ეს იზმრებათ ხოლმე? ძალიან ხშირად მესიზმრებოდა პირველი წელიწადი, ისე რომ აი უცნაური იყო რაღაცა სხვათა შორის, აი დილას გამოვდიოდი და ამბავს უყვებოდი, როგორ დამესიზრა მამა და წვრილმან დეტალებამდე შეიძლება ის მომხდარი იყო, თითქოს რაღაცა წინასწარმეტყველური, ქვეცნობერი უფრო სწრაფად იგებდა მოვლენებს, რაც იმ დღეს ან იმ პერიოდში უნდა მომხდარი იყო და შემეშინდა კიდეც ერთი პერიოდი და მერე დაიხურა რაღაც ეს აღგზნებული სარკმელი ტვინში. და ეხლა უკვე მესიზმრება იშვიათად, მაგრამ მაინც სხვათა შორის სიმბოლიზირდა ჩემს სიზმრებში მესიზმრება მაშინ, როდესაც ვიცი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება ალბათ და მისი განწყობის მიხედვით ხვდები ხოლმე კარგი მოხდება თუ ცუდი. ხო, აი ესეთ რაღაცა ნიშანს თითქოს ჩემს შიგნით მამის სახე მატყობინებს რა სიზმარში, ეს დამრჩა.
ბოლო დროს დედა მესიზმრება ხშირად, დედა საერთოდ არ მესიზმრებოდა. რაც გარდაიცვალა, საერთოდ არ მესიზმრებოდა. აი ხა ბოლო დროს სულ მესიზმრება. მამა უფრო დიდი ხანია ხარ დამსიზმრები. ეს არის ძალიან საყვარელი ფოტო. ირაკლის საყვარელი საქმიანობა იყო ბავშვების განბანა. ეს არ ვიცი რატომ მოხდა ასე, უფრო სწორად ვიცი, იმიტომ რომ სულ პაწაწინები რო იყვნენ ჩემი შვილები, ძალიან პატარები. რაღაცნაირად ერთგვარად მეშინოდა ხელის მოკიდება, აი სანამ ძალიან თონთლოროა ჟელატინივით რა და თავის თავზე იღებდა ირაკლი ამას, რომ ბავშვები დაებანა და ასე შერჩა ეს მოვალეობა მას მერე კარგა ხანს, რომ თუ კი ომში არ იყო და თუ კი საქართველოში იყო და თუ კი ახლოს იყო და სახლში იყო, ის ბანდა ბავშვებს. იმიტომ რომ ეკა რო პატარა იყო, წასული იყო ძირითადად და ხო, მაგრამ თუ იყო შვილიშვილსაც. აი ეს მახსოვს, რომ მე სანამ ბავშვებმა არ მოიმაგრეს სხეული, სულ მეშინოდა ეს რაღაცა რატო იყვნენ ჟელატინის კამფეტები ვერ ხვდებოდი და მეშინოდა მიკარება და წყალთან ნიშრო არ გამივარდეს თუ რაღაც. ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებდი, ხელშიც ვიყვანდი რაღაც, მაგრამ აი ეს დაბანის მომენტი რატომღაც ესე გადაიბარა და დიდი სიხარულით და სიამოვნებით აკაფებდა ამ ბავშვებს და რა თქმა უნდა მაშინ ხო ტოლჩებით ვიბანდით და ვანაობდით და ბავშვებსაც ესე ვბანდით და ასე შემოდგმულია ტაშტი იმაზე, მაგიდაზე. ძალიან ახალგაზრდები იყავით ხო თქვენ? კი, პატარები ვიყავით ძალიან. მე ვარ ირაკლიზე 2 წლით უფროსი, ირაკლი იყო 17-ის, მე ვიყავი 19-ის, რომ გადავწყვიტეთ, რომ დაოჯახებულიყავით და აი 18-ის იყო და 20-ის უკვე რომ დავქორწინდით. დავქორწინდით რა ხელი მოვაწერეთ, თორე არც ქორწილი არ ქონია, არაფერი ომი იყო თბილისში და რაღაცა არ გადაგვიხადეს ქორწილი უხერხულიაო და ალბათ იყო კიდეც უხერხული, რა ვიცი, მაგრამ გააჩნია რა. ომის დროსაც ხო იხდიან ხოლმე კაცო, რაღაც სიცოცხლე და სიკვდილი ხო ერთად არსებობს ხოლმე, მაგრამ რაღაც ძალიან იყვნენ დაზაფრულები, რომ აი თბილისში ქართველები რო ერთმანეთს დაერივნენ, მამა ჩემიც და მამიაც, ირაკლის მამაც და მახსოვს, რომ ესეთი უსიტყვოდ გადაწყვეტილება იყო, რომ არანაირი აღნიშნა და მე სულ ვფიქრობდით, რომ 5 წელი გავააღნიშნავთ, 10 წელი გავააღნიშნავთ და ეხა უკვე რა ვიცი მე. ძალიან ბევრი წელი რო გავა, როდეს მე აღნიშნავთ და ძალიან სახალისოც იქნება. ალბათ ეთრი გაბით და ფატით უნდა ვიყო. თუ მანამდე არ დავხოცავთ ერთმანეთს, რა ვიცი, ხა ყოველთვის არის, არასდროს პირობა არ უნდა დადო, რომ გაყვებით ცოლად, რა იცი რა ხდება. ეს არის ძალიან სახალისო ფოტო ჩემთვის. ეს არის ამერიკაში, ტეხასში, ფორტ ჰუაჩუკა იყო ესეთი სამხედრო საჰაერო ბაზა, სადაც ირაკლი იწვრთნებოდა. ამის მერე უკვე მიდიოდა არიზონას უდაბნოში, ასევე სამხედრო წვრთნაში, სადაც ქალის ჭაჭანება არ არის, ქალის სამხედროებიც კი არ არიან იმდენად მძიმე მომზადება. და აქ 6 თვის თავზე უფლება ჰქონდათ, რომ ენახათ ცოლი თუ შეყვარებული თუ ნუ ვიღაცა რა, ვინც უნდათ, რომ მე უკვე კონტაქტის საშუალება არ იქნებოდა და ჩავედი. და რო ჩავედი 2 კვირით იყო მხოლოდ ეს შესაძლებელი, მაგრამ შებულება 2 კვირა არ მისცეს. ამიტომ ეს ყაზარმა კი იყო ამ ყაზარმაში ეს ოფიცრების ყაზარმა იყო და იზოლირებული ოთახები იყო, მაგრამ ეს რკინის ისინი რა ქვია კიბეები იქ რო ბრახაბრუხი ისმის ბატინკების და მერე შორიდან რო სამხედრო სიმღერები მოისმის, დილის 5 საათზე გადიოდა და შემოდიოდა შუაღამისას და ვიძინებდით და ვერსად ვერ გავდიოდით. ესე იგი მხოლოდ შაბათკვირები ქონდა, 2 შაბათკვირა, როდესაც ჩვენ შეგვეძლო რომ გაგვესეირნა. და პირველი შაბათკვირა რომ მოვიდა და მე რომ გახარებული ვარ, რომ ეხა მზის შუქს დავინახავ და გავალ სადღაც, გავისეირნებთ რამეს მაჩვენებს და მოვიდა ტროპიკული წვიმა და დაიკეტა გზები. და ბოლო შაბათკვირა იყო, როცა შევძელი რომ მენახა რაღაცა გაგვესეირნა ქალაქში და
და იმდენად ვიყავი, რომ დამწყდეულს რომ გამოგიშვებენ, რომ ჩემი აჟიტაცია გამოვხატე ესე, რომ პირდაპირ აი ციხიდან გაქცევის სცენას ვთამაშობ აქ და ღობეს გადავახტი სააერობაზიდან გავრბივარ კინოებში, როგორც გარბიან ხოლმე და ამიტომ ძალიან მემხიარულება ეს ფოტო, რომ მახსოვს ჩემი შეგრძნება, რომ ძლივს მზის სხივი დავინახე. ხო, აი ამ ძონძ სურათზე ვგიჟდები, ეკარო არის ველურივით ამ ბუთქუჩა ფეხებით ფეხშველა და ველურებს რო გავართ სუყველა და უკან რო წითელი გარშოკი და იატაკი ჯოხი ჩანს. აი ამაში დაუბრუნდი. ხო, ასეთი იყო. აი ესეთ სიტუაციაში რო დაუბრუნდი მერე. აქ უკვე არის რომ მე ვარ სახში მუდმივად მარტო, ირაკლი არის როგორც გითხარით პანკისის ტყეში. და აქ ძალიან სასაცილო იყო, რომ ეს იყო რაღაცა პატარა ბინუშკა გქონდა ასეთი საყვარელი იმაზე დოლიძეზე და ვართ ასე ჩვენთვის გასაღები რომ დაგვავიწყდება სახლში ფანჯრიდან ვძურებით რომ ეს რა ქვია ირაკლი გადადიოდა გაზის მილებზე მეორე სართული იყო. ხო და ერთ დღესაც მოვიდნენ ამერიკელები და მეუბნებიან რომ აქ უნდა დავაყენოთო ისეთიო ისო გისოსებიო რომელშიცო აიო ლიმონკა არ შემოვარდებაო ბომბიო მოკლედ ისეთი წყობა უნდა კონდესო დააყენეს დამიყენეს მეორე რკინის კარი სხვა მიმართულებით რომ გაზი რო ვინმე შემოუშვასო მე მითხრეს რომ ტელეფონიო არ აიღო თუ კედელს უკან უნდა იდგეს ტელეფონიო რა რომ დარეკავს ტელეფონი აუცილებლად კედლის უკან უნდა იდგესო ვაიმე კიდე რა იყო ხო მაშინ შუქი წყდებოდა ჯერ კიდე და აკუმულატორები და რაღაცები ჩააყენეს გათხარეს კედლები კარგი ბატონო ამასაც უყურებ და იუმორის გზნობა მოჭარბებული მქონდა მუდმივად და ვიცინი იდიოტივით და ბოლო იყო რომ მომიტანეს სამედიცინო ჩემოდანი და ხვალო ზეგო მოვაო ექიმიო რომ გაკვეთილი ჩაგიტარო და თუ მაინც აგაფეთქეს რა უნდა ქნათო და აი მაშინ იყო რომ ირაკლის ეუბნებოდ და თავი დამანები აღარასდროს არ დაბრუნდეს სახში და დამანებე საერთოდ თავი იმიტომ რომ მანამდე სულ არ შფოთავდი ეგრე და უცებ დამემართა შფოთვა იმიტომ რომ მივხვდი რომ რაღაც ძალიან სერიოზულთან მაქვს საქმე და ისეთი სასაცილო იყო მე ეს ბინა გავყიდეთ და როგორც ხედავთ სურათში რა უბრალო ბინა არის და ძალიან ესე უბრალოდ ცხოვრობდით და ისე იყო დაცული ქაჯეთის ციხესავით კედლებში რაღაც სისტემები ჩაყენებული ძალიან სასაცილო იყო ვის რო თუნდოდა მაგ ბინაში შეძრომა ბავშვებს როგორ უხსნით ამას არაფერს არ უხსნიდი ბავშვებს რაღაც დიდათ არასდროს ვრთავდით იმაში რომ მათ არ გასჩენოდათ ზედმეტი ან შფოთვა ან ეჭვიანობა გარესამყაროს მიმართ და ამიტომ არაფერს არ უხსნიდით იყვნენ ჩვეულებრივი ბავშვები საყვარლები კი იყვნენ. როგორ შეგცვალათ დედობამ? მე არ ვფიქრობ, რომ დედობამ შემცვალა, იმიტომ რომ ბავშვობაშიც ძალიან კარგი დედა ვიყავი ჩემი თოჯინების, მე ძალიან კარგი დედა ვიყავი ჩემი წიწილების, რომელიც მყავდნენ ხოლმე, ხან იხვები მყავდა სახლში, ხან ძაღლი, ხან ჩიტები და ძალიან კარგი მზრუნველი ადამიანი ვიყავი ყოველთვის. გადასარევი კალი ვიყავი. ძალიან კარგი რომ ვიყავი ეს მოწონს. არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი, რა ვიცი, ყველა დედა ძალიან კარგია და ძალიან კარგი, რა თქმა უნდა, არავინ არ არის, იმიტომ რომ მილიონ შეცდომას უშვებთ ყველა. აბსოლუტურად ყველა. შეცდომებიც აუცილებელი არის, იმიტომ რომ რაღაცით ხო მე შენი კერპი უნდა დაამსხვრიონ შვილებმა და ხო უნდა გაკრიტიკონ რამეზე, ხა ასეთი სწორუპოვარი დედა ჩემი რო იყო და ვარ ასე დათრგუნული და დაჭაგრული. ბეგარი კარგი. ხო, მოკლედ ნიშნულობა აქვს იმ შეცდომებსაც აუცილებლად. მთავარი უშეცდომობა არის ის, რომ მთელი გულით გიყვარს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაშიც ეჭვს ვერ შეიტანენ შენი შვილები და ეხა დანარჩენი ჯობს რომ ყველაფერში დაეჭვდნენ, გაგაკრიტიკონ და თვითონ უკეთესები გახდნენ მე. ხო, ეს არაჩვეულებრივი ქალი არის ანათინა მიშერი, საოცარი ექიმი, ფსიქიატრი, რომელთანაც მუშაობდი, ვიყავი მისი კლინიკური ასისტენტი ნიუ-იორკში, ბელვიუ ჰოსპიტალში.
და ეს ადამიანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩემი შეიძლება ითქვას მსოფლ ხედვა შეცვალა. მარტო ის კი არა, რომ განათლების ტიპი, რომელიც ჩვენ სხვაშორის მშვენიერი და შესანიშნავი ლექტორები მყავდა, მე საქართველოში ცნოდარ ბელქანია, რეზო კვარცხა ძალიან კარგი ხალხი მასწავლიდა, მაგრამ აი უკვე ნიუ-იორკში რო ჩავედი, იქ გავიარე 2 წლიანი კურსი ფსიქიატრიაში, ნარკოდამოკიდებულებაში, ეს მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ დამოკიდებულებითი პათოლოგიების თერაპია მესწავლა, 2 წლიანი ინტენსიური ლექციები მქონდა სულ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არა ცოდნა, რომელიც მივიღე, დასწავლითი ცოდნა, არამედ ხედვა, როგორც ეს ადამიანი ხედავდა ადამიანს, პაციენტს, ცხოვრებას, საერთოდ ყველაფერს და ამიტომ მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი გარდატეხა ერთ-ერთი ანათინა მიშერი, რომელმაც ჩემს ფორმირებაში ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული. როგორ ხედავდა? სხვანაირად ხედავდა ადამიანს და პაციენტს. ჯერ ერთი ქმნიდა ზღაპრულ ატმოსფეროს. აი თითქოს ზღაპრის ტერიტორიაზე ვიყავით. ეხლა გარდაცვლილია ის გოგო აქონდროპლაზით დაავადებული პატარა მერის ვეძახდით, იყო მისი მდივანი ეს გოგო და რაღაცნაირად რო შეხვიდოდი, თვითონ ეს ანათინამ გაწეწილითნებით ამ ცისფერი გამჭრიახი თვალებით, ძველი ჰიპივით ჩაცმული, ეს პატარა გოგო მდივანი, ეს საოცარი მერი, ჩიტები, პაციენტების ნახატები, ნამუშევრები კედლებზე და უცნაური ნივთები, რომლებიც ამ შიშების და შფოთვების სამყაროში სიმბოლოები არის, ასე ვთქვათ, ზოგიერთი დაავადების თანმდევი, აი შედიოდი რაღაც ზღაპარში. ეს იყო ერთი. მერე საოცარი კაცთმოყვარეობა და იცით, იმდენი ფრაზა შემიძლია მოუყვე მასზე, იმდენი მაგალითი მისი რაღაც როგორ მოატრიალებდა შენს ხედვას და გონებას, რომ არ ვიცი რა. ძალიან არ ვიცი, მაგრამ გინდაც რაღაც ის, რომ მუდმივად თავის სახლში ცხოვრობდა რომელიღაც ადამიანთან ერთად. ვიღაცა ჩამოვიდა აფრიკიდან და არ იცის სად იქირაოს ბინა და ცხოვრობდა ანათინასთან. მას თვითონ ოჯახი არ ყავდა, შვილები არ ყავს, თავისი მიზეზები ჰქონდა რატომ და აი სულ მეუბნეო როგორ მეთქი, აი რა უცნაურია, რომ ესეთი ნაირ-ნაირი კულტურის ადამიანთან ერთად როგორ ცხოვრობ, თქო ვეუბნებოდი და მეო ადამიანები მეხმარებიან, რომ დავრჩე ნორმალური, აი ესე მიხსნიდა და მეც მთავაზობდა თავის სახლს, როცა ირაკლი წამოვიდა, მე უკვე პოლიტიკაში აქეთ და მე ვთხარი, ეხა ამ ჩემი 2 ბავშვით რო გადმოგისახლდე, ნუ გამორიცხულია თქო, მე ერთ-ერთმა ეგ პაციენტმა მათხოვა თავისი პატარა ბინა. ანათინა მაგიტომ არის შესანიშნავი სპეციალისტი, მიუხედავად იმისა, რომ პენსიაშია, რომ მას სჯერა ხელოვნების და არტ-თერაპია ჩვენთვის იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული ფსიქოთერაპია. იმიტომ რომ აი რისაიკლინგი, რასაც ქვია, ყველაფერს მიანიჭო თავიდან სიცოცხლე, ეს არის ერთგვარი გამწმენდი რიტუალი და ის რომ ჩვენ ვართ ნაგვის კონტეინერები, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოათავსოს ის გადასაყრელი, დარდი, ცრემლი, ტვირთი, ჭუჭყი, შემდეგ იმისგან ჩვენ უნდა წარმოვქმნათ ახალი ენერგია და ახალი მშვენიერება და ეს შეუძლია მხოლოდ შემოქმედებით ნატურას. ხო, ეს კამარას გამოფენაა და მაშინ წელიწადში ერთხელ ან ვქირაობდით, ან ვთხოვულობდით დარბაზს, რომ ეს საოცარი ნამუშევრები გვეჩვენებინა ხალხისთვის და გვეჩვენებინა, რომ აი რამხელა არის ადამიანების რესურსი და რომ ეს ხელოვნება არის ხიდი, დიალოგი ყველა აი ინკლუზიურობისთვის, ეს არის უდანაკარგო კომუნიკაცია ადამიანებს შორის. და ძალიან დიდი დღესასწაული იყო ხოლმე ამ გამოფენების მოწყობა. მას მერე უკვე 2019-ში დავაფუძნე საერთაშორისო ქსელის ფილიალი არტ-თერაპიის. იქ მხოლოდ არტ-თერაპიით ვმუშაობთ, იმიტომ რომ კამარაში ყველა ფსიქოთერაპიული მეთოდით ვმუშაობთ, რაც კი აკრედიტირებულია მსოფლიოში და იქ ვმუშაობთ მხოლოდ არტ-თერაპიით.
აი ამ Living Museum-ისთვის დღეს გვაქვს მუდმივ მოქმედი გალერეა და ამიტომ გამოფენასაც იმდენად ჩვენსავე სივრცეში ვაწყობთ, რომ აი ესე რომ გავიტანეთ, მანქანებით გადავიტანეთ და აი ამ რუზრუზის ის აღარა აქვს. განცდა, იმიტომ რომ იქვე ჩავიტანთ და ხანდახან ვაცხადებთ, რომ მობრძანდით დაგვათვალიერეთ და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი აი ესეთი მე მგონი წერეთელზე გვქონდა ეს გამოფენა. ვიცანი დარბაზი. კამარა არსებობს 2010-დან, მე 2010-ში დაუბრუნდი ნიუ-იორკიდან და მაშინვე დავაფუძნე კამარა. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის დამეფუძნებინა ისეთი ცენტრი, სადაც აი ის დამოკიდებულება იქნებოდა ადამიანების მიმართ, ის პრინციპები, ის ინტერიერიც იქნებოდა ისეთი, როგორც მე ჯეროდა რომ უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით ნარკოდამოკიდებულების მხრივ მინდოდა მეჩვენებინა მაგალითი, რომ ეს ადამიანები არ არიან ცუდი და გადასაყრელი ადამიანები და რომ მე შემიძლია ამისგან გავაკეთო გაზაფხული და გავაკეთე გაზაფხული და ეხლა ვეღარ ვაკეთებ ამ გაზაფხულს, იმიტომ რომ მაშინ უცხოელები გვაფინანსებდნენ და ეხლა რა ვიცი დაგვაფინანსონ თუნდაც და დავეწერები უცხო ქვეყნის აგენტად და გადავარჩენ ქართველებს, მაგრამ ნუ ეს, იმიტომ ჩვენ კომერციულად არ ვიყავით ორიენტირებული, როცა ვაკეთებდით ამ პროექტს დამოკიდებულებით პათოლოგიებზე 13 წელი უფასო გქონდა. ხო და ეხლა ვეღარ გვაქვს და აღარც ფასიანი აღარ მაქვს, იმიტომ რომ ისეთი ინტენსიური იყო ეს პროგრამა, რომ მაგის გადახდა შეუძლებელი არის. თუ მოჭრილი ხელფასები თუ არ გვექნა რა, ასე ვთქვათ. პირველი პაციენტები კამარასი გახსოვთ, ვინ იყვნენ? როგორ არა? რა თქმა უნდა. გამოუვიდათ ყველაფერი. რო აღმერთო ჩემ. რა თქმა უნდა, ჩვენ წაგებას არა ვართ. ყოველთვის თუ ადამიანი მოვიდა და დარჩა ჩვენთან, მას აუცილებლად აქვს შედეგი. თამამი განაცხადია. თამამი განაცხადია, შედეგი გააჩნია ვის როგორ ესმის, შედეგი არ არის ის, რომ იკურნება, აი ეს კითხვა სწორი არ არის, არათუ ფსიქიატრიულ, არამედ მენტალურ, არამედ არც ფიზიკურ ჯანმრთელობაში. მედიცინა მუშაობს რემისიაზე ძირითადად. 10,000-ზე მეტი სახელდებული დაავადებაა, მაგრამ 400-ზე მეტი კი არ იკურნება. ამიტომ ყველაფერი არის ან ქრონიკული, ან სასიკვდილო. ასე რომ შედეგი აქვს, შედეგს ჩვენ ვეძახით, რომ ადამიანი უკეთ არის, ან აქვს გახდა ფუნქციური, ხო? რაც არ უნდა დეფინიცია მოიფიქრონ, რა არის მენტალური ჯანმრთელობა, ჯერ ვერავინ აჯობა ფროიდს, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი ჯანმრთელია, თუ კი მას შეუძლია მუშაობა და სიყვარული. ხო და თუ აი ეს ემოციური სიჯანსაღე გაიხსნა ადამიანში, რომ სიყვარული შეუძლია და რაღაც მაინც შეუყვარდა საკუთარი ნამუშევარი მაინც და თუ იმდენი ყურადღების კონცენტრაცია და კოგნიტური ჯანმრთელობა მივეცით, რომ რაღაცის შექმნა შეძლო და 1 საათი მაინც საქმეზე დაკავ, ეს უკვე შედეგია და გააჩნია სასტარტო პირობებს. ამიტომ შედეგი თითქოს ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამოხსენით ყველა საიდუმლო და გადავძლიეთ ყველა დაავადება, რომელიც არ იკურნება. არამედ ეს არის, რომ ადამიანს მივეცით შანსი, მას ან ცვლილება მოეხდინა თავის ცხოვრებაში, ან ფუნქციური გამხდარიყო, ან სტრესის მიმართ მეტად გამძლე გამხდარიყო, საკუთარი სევდის ატანა შესძლებოდა და დაძაბულობის. სევდის ატანა რა საინტერესოა. სევდა უნდა აიტანო, ხო? ანუ არ უნდა ებრძოლო. რა თქმა უნდა, არა, ჩვენი ნეირონები არ არის სიხარულისკენ, ბედნიერებისკენ მიდრეკილი, ამიტომ სტრესის მენეჯმენტის რო ცხადდება, ხო? აქ თავარი რა არის, სტრესის მიმართ გააძლიერო ადამიანი, რომ მან შეძლოს რაღაცების ზიდვა და არა ილუზია შევუქმნათ, რომ სტრესი დაკავშირებული არის ცხოვრებასთან, სიცოცხლესთან და მის გარეშე ბებია ჩემმა იცოდა დასვენება კუბოშიო და უდრტვინველობა მერია თუა, მაგრამ ესე იგი თავარი ის კი არ არის, რომ რაღაცა ტრაგედია არის რთული ტრავმა, რომელიც გადაგტეხავს, ის არის რთული, თორე სტრესი ამოცანებია, რომელიც გვაძლიერებს პირიქით და ჩვენ უნდა შეგვეძლოს, რომ აი ამ სტრესებთან ერთად გავიმაგროთ ხერხემალი. ასე რომ შედეგი არ გაიგო სხვანაირად.
ხო, შედეგი ალბათ რა ცვლილება იგულისხმება რაღაც ტიპის და მოდი კონტრარგუმენტს მოვიყვან რა ეს კლიშე რომ ადამიანები არ იცვლებიან. აი მაგაზე ნოდარ ბელქანია გვახსენა მე ჩემი საყვარელი ლექტორი და ის გვეუბნებოდა რომ თუ თქვენ კაცობრიობის ცვლილების არ გიჯერათო რა აზრი აქვს მაშინ ამ პროფესიაში რატო ხართ თუ არ გიჯერათ ან ადამიანის პროგრესის ან კაცობრიობის პროგრესის და ცვლილების მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს პროფესიას ეკარგება მაშინ აზრიო და ამიტომ მე მისი ეს ფრაზა სულ მახსოვს როგორც ერთ-ერთი კრედო რომ მე მჯერა ცვლილების ხო, ეს ძალიან ტიპიური ფოტო არის, აი იმედის ეთერში როგორც ვიცინი და გლანდები მიჭამს. არ ვიცი რაზე ვიცი, სულ ასე ვიცინოდი, სულ გლანდები მიჭამდა და სულ ასე მასწავლებლები ამისთვის მსჯიდნენ ძირითადად სკოლაშიც. ერთხელ მახსოვს ერთმა მასწავლებელმა საჩვენებელი ჯოხი გამომიქანა დამიზნებით და მე ჩავიკუზე, იმიტომ რომ ხარტი ბავშვი ვიყავი და კლასელი მყავდა ერთი, სახელს და გვარს არ ვიტყვი ახლა და იმას მოხვდა თვალებს შუა. ხო და სხვათა შორის რა იყო ყველაზე მთავარი რომ მეორე დღეს მოვიდნენ ამ გოგოს დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და, ძმა, ძაღლი, კატა, თაგვი და ყველამ ერთად უჩივლა იმ მასწავლებელს და ჩვენ ბავშვები ვიყავით გაოგნებული და მე მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი რა სწორი პოზიცია ჰქონდა მის ოჯახს რომ ამ მასწავლებელს უთხრეს შენ ეს როგორ გაბედე ხო თავისუფლად შეიძლებოდა რომ ან ჩემთვის ამოეგდო თვალი ამ ბავშვისთვის და აი მაგალითად დედაჩემი ხო არ მოვიდო და არ იკადრებდა თუ რაღაცა აი მისი ერთი ნაკლი შეგიძლიათ გაუშვათ რომ როცა მასწავლებლები თქვენ შვილდისრებს ესვრიან დამიზნებით მხოლოდ იმიტომ რომ ასე საყვარლად იცინი აი რა ადამიანობა ღმერთო ჩემ. ხო. რა კი სევდას ვერ ავწდებით, როგორც თქვენ ამბობთ. და უბრალოდ უნდა თანაცხოვრება ვიცხოვრო, ვისწავლოთ მასთან. ესე იგი სიცილია ის, რაც მეტნაკლებად გვაძლევინებს, სწორად გავიგე? ნუ რა ვიცი, ახლა ძალიან ფილოსოფიურად უნდა ვთქვათ, რომ სიცილი და ტირილი რაღაც ერთი ვიწრო ტიხარი აქვს ახლა. ჩარლი ჩაპლინი ამბობს, რაზეცო კომედიაში ვიცინითო, ის რო თქვენ დაგემართოთ, ტირილით მოკვდებითო, ხო? სიცილი მხიარულება ეს უფრო პოზიციაა, ეს უფრო არის რაღაცა რომ შეხარხარო რაღაც გასაჭირს თუ ჩვენს აბსურდულ ყოფას, უბრალოდ პოზიცია შენი გარდა იმისა, რომ ნუ რა თქმა უნდა, არის ამავდროულად კიდე რაღაცნაირი ჩქეფარე, შუშხუნა, ახალგაზრდული მხიარულება, აი კუნტრუში, სანამ ბავშვი ხარ და კისკისებ, ხო? და მერე დიდობაში სიცილი უფრო მეტად ხდება უფრო პოზიცია, გარდა იმისა, რომ გაწვრთნილიც არის შენში, როგორ გაიცინო იმაზე, რაზეც ასევე თავისუფლად შეგეძლო გეტირა რაღაც მომენტში.